გამარჯობათ. დღეს გავულით მოდელს JAK A2S, სწორი გვერდის მანქანას. ვნახავთ თუ რა ფუნქციონალი ახლავს მაგას, რის გაკეთება შეუძლია და ავხსნით მაგის აგებულობას და მუშაობის პრინციპს. ამ მანქანის მართვა არის ძალიან ადვილი, აქედან გვაქვს ფუნქციონალი, რომელიც შეგვიძლია ამ ღილაკებით მოვეხმაროთ, ჩამაგრების დაწყება, დამთავრება, დაბლოკირება და თათის რეგულირება ავტომატურ რეჟიმში, ნემსის პოზიციონერი და სწორად კერვის რეჟიმში გადასვლა. ეს ღილაკები და ეს ორი ღილაკი გვჭირდება იმისათვის, რომ უბრალოდ დავაპროგრამოთ მანქანა ქარხანისათვის, ეს ჩვენ არ გვჭირდება. მაგრამ ამ მომენტში ეს ღილაკები არის ორფუნქციონალით, ანუ ის ღილაკები, რომელსაც აქვს ესეთი გადასმა ნებისმიერ მანქანაზე, ნიშნავს იმას, რომ ახლავს ორი ფუნქციონალი. თუ ერთხელ ვაწვევით, უბრალოდ დავუშვებთ, კეთდება უბრალოდ ჩამაგრება, მაგრამ თუ დავაწვევით და ცოტა დიდხანს გვიჭირავს, მეორე ფუნქციონალი ერთვება, ანუ ორმაგნიტი ჩამაგრება ამ შემთხვევაში. ეს არის ბოლოში ჩამაგრების გაკეთება, ეს არის დაბლოკირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია დავაპროგრამოთ, თქვა გაკეროს მანქანა 10 სანტიმეტრი და გაჩერდეს, ან რაღაცა სხვა მონაკვეთი. ესეც თქვა არის საჭირო კონკრეტულად თუ ჯიბეებზე ან რაღაცა კონკრეტულ ფორმაზე თუ მუშაობ, შეგვიძლია დავაპროგრამოთ. იმიდან გამოსვლა არის უბრალოდ სწორ კერვაზე გადასვლის რეჟიმი, ასევე ჩვენ გვაქვს კიდევ მაკრატლის ჩართვა გათიშვის ფუნქციონალი, ძაფის ფიქსატორის გათიშვის ფუნქციონალი, ვიღაცის თვის შეიძლება ჩამაგრების გაკეთება ამის გათიშულ ფუნქციაზე უკეთესად მოიხმაროს, ნემსის პოზიციონერი ზემოთ ან ქვედა პოზიციაში და თათის აწევის რეჟიმები ახლავს 3. ანუ შეგვიძლია საერთოდ თათის აწევის გარეშე მეორე ვარიანტი არის თათის აწევა იმ მომენტში, როდესაც უბრალოდ გავაჩერებთ მანქანას კერვის დროს, უბრალოდ ყოველივე ჯერზე რომ შეძლოთ შეცვალოთ მიმართულება კერვის და ასევე არის მესამე ფუნქციონალი, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვკერავთ მორჩით და ანუ მორჩით სრულად კერვას, ის მიახლოებით 8 წამის განმავლობაში კიდევ გველოდება აწეული თათით, სანამ შევაცვლებთ სხვა ქსოვილს. და ზუსტად ამავე ღილაკით დიდხანს თუ გვეჭირავს, ხდება მანქანის სრულად ქარხნულ პარამეტრებზე დაყენება. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვა თუ რაღაცას აურიეთ, შეგვიძლია ამას დავაწვეთ, დიდხანს გვიჭირავს და შეგვიძლია მანქანა ქარხნულ პარამეტრებზე დადგეს. ამით ჩვენ ვარეგულირებთ სიჩქარებს. კიდევ დამატებითი ფუნქციონალზე გადავალთ მარცხნივ და ახლა გავნახოთ. აქ ჩვენ გვაქვს ღილაკი სათითაოსვლის საშუალების, ანუ შეგვიძლია მანქანას პატარა სიჩქარეზე პედლის გარეშე თვითონ კეროს, რომ არ გადავიდეთ მატერიის ზღვარს თქვათ, ან თუ არ გვინდა ზედმეტი ნახროტების გაკეთება და ეს არის კიდევ ფაქტიურად დამხმარე ღილაკი ჩამაგრების, რომელიც სადმე შუალედში, ან თქვათ მთავარ ჩამაგრების ღილაკის შემცვლელად რო გამოვიყენოთ. მაინც გავავლით მაგის პროცესს. უბრალო მასა, რომელზეც არის დახვეული ძაფი, ხდებთ კოჭში, ვატარებთ ამ ჭრელში და მოვდივართ აქამდე. შემდეგ აი ამ ამოჭრილი მხარეთი ნემსისაკენ, ახლა გადახრილი გვაქვს მანქანა იქეთ, ნემსისაკენ, აი ესე ვსვავთ. ეს არის სულ, ანუ სიმართლე რო ვთქვათ, რაც უფრო გრძელ ძაფს დავტოვებთ, მით უფრო ცუდი არის, ანუ რეალურად ჩვენ რო მოვჭრათ საშუალოდ 3 სანტიმეტრამდე ძაფი, ის ავტომატურად უპრობლემოდ ამოვა. თუ ჩვენ ვტოვებთ გრძელ ძაფს, თქვათ 3 სანტიმეტრზე უფრო დიდს, მაგ შემთხვევაში დიდი ალბათობა არის ავტომატურ მანქანაზე ძაფის ჩახვევის, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ ჩავსვათ ახალ ძაფს, უნდა ხელოვნურად ხელითვე ამოვწიოთ ქვედა ძაფი ზემოთ და მერე უკვე დავიწყოთ მუშაობა. აქ არის ნაჩვენები თუ როგორ უნდა ავაგოთ ძაფი დასახლებად მასრაზე. ამ მიმართულებით უნდა გავატაროთ ძაფი, მივიდეთ მასრამდე, დავახვიოთ საათობრივი მიმართულებით და მივიდეთ შემდეგ ჭრელთან. რეზერვუარი, აქ არის ორი ხაზი, მინიმუმი, მაქსიმუმი.
z-ი გამჭირვალე ისხმება ამაში. თუ z-ის რაოდენობა დააქვს და ამატებთ, მაგრამ თუ ფერი შეიცვალა ყვითლამდე აშვებული, თუ წავიდა მომუქოსაკენ არის შესაძლებელი. ეს არის პირველი ნაბიჯი. მოდივართ აქ, გამოდივართ, შემოდივართ აქედან მხრიდან, კრუგს ვურტყავთ აქედან მხარეს. ჩამოდივართ ქვემოთ, შემდეგ გადავართ მარცხენა მხარეს. აქედან ჩამოდივართ, კრუგს ვურტყავთ, მოვუძლებთ ამ პრუჟინას. მოვდივართ აქეთ, ავდივართ ზემოთ, გავუყვეთ აქედან მხრიდან ძაბს, მარჯვნიდან მარცხნივ. ჩამოვდივართ ერთ მიმართულში, მეორეში, ეს არის ფიქსატორი. ჩავდივართ ამის ქვეშ, მიმართულში და შემდეგ მივდივართ პირდაპირ ნევში, მარცხნიდან მარჯვნივ. ფაქტიურად თქვენ უკვე ყველაფერი იცით მაგმაქნის თაობაზე, როგორ უნდა ააგოთ, როგორ უნდა მოიხმაროთ. თუ გექნებათ კითხვები, შეგვიძლიათ დაგუკავშირდეთ.